Расцветали яблони и груши, поплыли туманы над рекой. Выходила на берег Катюша, на высокий берег, на крутой. ხო, ვემზადებით აფხაზეთში დასაბრუნებლად. ვემზადებით. კაი. პოლიტკორექტულობის ხათრით ვიძახოთ, რომ მიწა კი არა, ჩვენი ძმები უნდა დავიბრუნოთ. ოღონდ პირდაპირ გეტყვით, რომ მიწის დაბრუნება უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე აი ამისთანა მოწამლული იდიოტების. Связь Абхаза с Египтом сегодня доказана. დადასტურებულია აფხაზთა კავშირი ეგვიპტესთან. მსოფლიო დონის მეცნიერებმა შეისწავლეს და ანალიზი ჩაუტარეს ფარაონებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ძველი ეგვიპტის ფარაონთა 80% აფხაზია, დანარჩენი ვაინახი, ანუ ჩეჩენი. Они по происхождению являются именно абхазами, а другая часть фараонов были вайнахами, то есть чеченского происхождения. ილაპარაკოს განანის კარტი მოუწდებაო იტყვით ახლა ვიღაც. ლაპარაკობს კიდეც და არ უწუდება, მაგრამ მე უბრალოდ გაგახსენებთ, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც ანამიადებმა ისტორიკოსის დიპლომებით გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა საქართველოს მთლიანობას, ვიდრე ნებისმიერმა რუსის გენერალმა. არძინბაც ისტორიკოსი იყო, თბილისში დაცული დისერტაციით, სერგეი შამბაც, თბილისში დამთავრებული ინსტიტუტით, ლუდვიგ ჩიბიროვიც, ალან ჩოჩიევიცა და მრავალი კიდევ სხვაც. მათ როგორც ვითომ სპეციალისტებს სრულიად გამორჩეული როლი ჰქონდათ ადამიანებისთვის ტვინის გამორიცხვაში. და ეს გააკეთეს. ხო და ქართველების პრობლემა ხო თითქოს გადაჭრეს, გამოყარეს ასობით ათასი ადამიანი და საკუთარი იდენტობა მაინც ვერ გაარღვიეს. ამიტომ ახლა ჩმახავენ ათასნაირ ქოცობას, რომ საკუთარი ახალგაზრდა თაობები დაარწმუნონ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აუცილებლობაში. შიგნით დგას კოლონა. თავიდან ორსართულიანი იყო, მაგრამ მერე აფხაზმა მეფე გიორგი მეორე. Потом абхазский царь Георгий. სამწუხაროდ აქ ინტერნეტში ნაპოვნი ვიდეო წყდება. როგორ აბოლებს ახალი თაობის იდეოლოგიის სეპარატისტი სოლიდად ცკუა რუს ტურისტებს ქართველი მეფეების წარმომავლობაზე. Не отрекают вся любя, ведь жизнь кончается внезапно. Я перестану ждать тебя, а ты придешь совсем внезапно. ცკუა, რომელსაც რატომღაც ქალის სახელი ჰქვია, ის დამახინჯებული სოლიდატი, ორ კაპიკს გიდობით ჩოულობს და ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარებითაც. На территории вот მესოპოტამიის ტერიტორიაზე, სადაც ძველი შუმერები ცხოვრობდნენ, ასევე აფხაზ ადიღები დასახლდნენ. სწორედ აფხაზებმა დააარსეს ისეთი ქალაქები, როგორებიც იყო ბაბილონი, ური, ურუკი. Самый известный город, да. Ур был такой, Урук, это все именно абхазы основали. ხო, ბაბილონის გოდოლის მხოლოდ მაშინ დაინგრა, როცა ზედა ხარაჯოდან ვიღაცას აფსუ ადიღურად გადმოსახა. იქამდე ყველაფერი კარგად იყო და მიდიოდა მშენებლობა გახურებული, ლიწინ-ლიწინით. Даже само слово абсурд. შუმერული ღმერთების შექმნასაც საფუძვლად აფხაზური ღმერთები დაედო. სიტყვა აფსუ ჩვენ რომ სულის ქვეყანად ვთარგმნით, სინამდვილეში ნიშნავს ცოცხალი, ანუ მტკნარი წყლის ქვეყანას. ასე უწოდეს აფხაზებმა, რომლებიც აქ მოვიდნენ, რადგან შავი ზღვა მიწის დრომდე მტკნარია. Но когда данные жители აი ეს მტკნარი, შავი ზღვის მტკნარი იდიოტი ითვლება აფსური ისტორიოგრაფიის ამომავალ ვარსკვლავად. ჯერ ასპირანტია, მაგრამ დიდი მომავალი. და უცებ წარმოიდგინეთ, ვის გაზრდის და რას ასწავლის ეს მავნებელი. და თუ მოგინდებათ, მე ამის და ამის გაზრდილი ტვინმოწამლული ხალხისთვის ძმების ძახილი. ალალიგული, თორემ რომ უნდა იძახოთ გასაგებია.